აბა ლექსუსი თუ პრადო? კაი, დღეს სხვა მიმართულება გვაქვს. ვიფიქრეთ გადავიღებთ ხო, არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ და რამდენად რატო ეგ ვიდეო უფრო მოეწონა ხალხს ახლა რომ ვიყურებ. ტექნიკური სახის ვიდეო გვექნება დღეს და ეხლა განახებთ რას. ეს არის BMW ეგრეთ წოდებული F10 ზარა თუ როგორც არის, ხო? და შესაძლებელი გვაქვს აქ რაღაც ნაწილებს ხედავთ. წინა ამორტიზატორები უნდა შევცვალოთ, უნდა დავშალოთ, განვაცალკევთ ზამბარისგან. ორი ამორტიზატორია, ეს საქსი მგონი სწორად ვიძახი, ქარხნულად ესენი აყენია, ეს ეწ მინის საწმენდებია და ამას ყურადღება არ მიიქციოთ და აქ გვაქვს კიდე bump stop-ები ქვია, შემაჩერებელი თუ რა ქვია, თავის მტვერ ამრიდებით გავხსნით განახებთ. და ბარემ რადგან შვით წინა მხარეს, მოდი ხუნდებიც შევცვალოთ თქო. ეხლა კიდე განახებთ, მოდი გავხსნათ შეფუთვები და შევხედოთ რეებია. ეს გახლავთ თვითონ ამორტიზატორი წინა და ეს კიდე მტვერ ამრიდი და bump stop-ი ეგრეთ წოდებული შემაჩერებელი დარტყმის აი აქ დგება და ამაზეც უბრალოდ ესე დგება, თუ ესე დგება, ნუ ნახავთ მე დაყენების დროს ეს არის ორიგინალი, რაც დგება ხოლმე ქარხნულად ამებზე. Так, ესე იგი, სანამ აკო შეაყენებდა, ეხლა აყენებს დანგრაძე, იქ ოდნავ მოუშვით ის ბოლტები, რომ ჰაერში არ მოგვიწიოს. და ეხლა აიწევა მანქანა და ბოლომდე მოუშვებთ ბორბლებს მოხსნით წინა თვალს. კაი, ნახე რომ ხელაზეა. აი, კაია. ეხლა მოუშვებთ. აქ სადა ესე იორტი თუ რა ქვია. ჯერ არა გვაქვს, მაგრამ ამ მანქანაზე არ არის საჭირო, მარტივია. ანიკა, ესე დავდეს. რა იყოს თუ რამეა ჩამოიბღალენწერა ზედა. ესენი იტანს. წვალებისთვის არის გაჩენილი მაინც ეს მანქანა. ხავში ყველა BMW წვალებისთვის არის. ამსაღებ. ახლა. ესა. კაია ხო? 33-იანი გუდრიჩების თრევას რო ხარ მიჩეული. ბოლტები აგერ არის. ხო, ეხლა აქ რაღაცები უნდა დავხსნათ, რომ მივიდეთ იქამდე. აი ეს მოხსნა. ეგ ბოლოს. მანამდე ქვედა გიტარა უნდა ჩავხსნათ, სტაბილიზატორი. აი ეს სტაბილიზატორი უნდა ჩავხსნათ. აი ესა. ამას რას ეძახიან სხვანაირად? სტერეზინეო თუ რაღაცა. და ქვემოდან ის რა გიტარასთან სამაგრი, ხო? და მე მგონი მე ზემოთ და всё უნდა გამოვიყოთ. მარტივად ჟღერს, თავი გავაკეთოთ. ახლა ხსნება ზედა სამაგრი სტაბილიზატორის. აი ეს T30 და ვარსკვლავისებური და 19-იანი აი ამ კანჩის გასაღების თუ რაც არის დახმარებით, უნდა გავაგრძელოთ მოხსნა. იმიტომ რომ ეს ცენტრი უნდა დავიჭიროთ და ის გარე უნდა დავატრიალოთ. ცენტრის ბოლტი და გარე გაიკა. როგორც არის. და ეს ჩაძვრა. ეხლა გვინდა ქვემოდან ქვედა სამაგრი. ეხლა ზედა სამაგრი და მორჩა მე მოხსნით. ამ გადავიღე უკვე გამოაძრე. მაგას მივაკაკუნებთ და გამოვა. აკუჩი და იასნე აკაკუნე. აი ეს ხომ გაძრეს იქით. ეგრე არ არის და. ნუ გავა იქით. აი ზედა გამოძრა, ბოლტი რო გამოვაცალეთ, ეს ცოტა გავაფართოვეთ, ისიც გაძრა და მორჩა. ეხლა ეს რაღაცა დავაფიქსიროთ. ამაზე. აგიდა ზედა გიტარაზე რომ მივაბათ რა უჭირს. ხო. ისე, მასდა ეს მავთულები და რაღაცები რო არ ჩაწყდეს. ახლა ბატონო მოგაქვს?
ან აქ ჯერ თავისუფლად არის. ხო და ტოტო ესე. მიგარია. ეხოს ესე თავისუფლად არის. კაი, ახლა წავედით ზემოთ. ზემოდან ეს ბოლტები მოხსნათ 1 2 3 და გავდივართ მოხსნის ბოლოში. დაიჭირე შეფერ ჩამოვაგდა. მეჭირავს, ხო? ახლა ეს რაღაც და გამოვაძროთ აქეთ. ცოტა ეს უნდა ჩავწიოთ. ქვედა გიტარა რო ცოტა ჩაწიო, რომ თუ შეძლებ რომ ეს ამოვაგდო. თითქმის წავიდა ახლა დასამუშავებლად. მეგობრებო, ესეთი დანიშნულების კაუჭებით ეს შეიკუმშა. ეს ნახეთ რას გავს და რაც თავარია ეს რა. ეს არის მაგისვლა? რავია, ვა. ხო ეს არ ვიცი, ორ კამერიანი. ზეთი, გაზი ზეთი არის ახლა. ძალიან ცუდ დღეშია მოკლედ. ესენ დანიშნე შე? კი. ესეთი უნდა იყოს და ესეთი. ხო, აი აქედან ავიღე ზომა რა. და საიდან მოვიდა. ხავაწყოთ. ესე გვერდი და ახალი. ნახე. და ეს ბოლომდე არც კი გამოდის. ძალიან ცუდ დღეში იყო მოკლედ. მანქანის გარბენი არის 160,000 კილომეტრი. მორჩა, ესე გამოიყურება აწყობილი რჩევებიდან, ესე იგი, ახალი ამორტიზატორი უკვე ჰორიზონტალურად აღარ განათავსოთ, მას მერე რაც 1 3 4 ჯერ ჩატუმბავთ და ამოიწევა, მას მერე იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და კიდე დაჭერის დროს, ანუ ეს ზამბარარეთიც იყო დაფიქსირებული, დარტყმითი ხელსაწყოსითი არ მოუშვათ, რომ ეს ვიბრაცია არ გადმოვიდეს ამორტიზატორზე ხელით ან ისეთი მოსაშვებით, რომ დარტყმითი არ იყოს. ეხლა დავაყენოთ, არა, ჯიგარო. დერენ. მან ბოლტი გაეყარა, ის გაეყარა. ესენი ამოეყარა. გადავედით მეორე მხარეზე. აქ უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით. მოხსენით ბორბალი, მოხსნით ამორტიზატორის ქვედა სამაგს, გამოვაგდებთ ამ რაღაცას, სტაბილიზატორის ბოლტს, ამას დაუშვებთ და გამოვაგდებთ და ამას ზედა გიტარას ამოვაგდებთ, ამას დავკიდებთ, ზედა 3 ბოლტი ეშვება და ეს თლიანი სტრათი გამოდის და დავშლით. ეხლა ამის შეკუმშვა მოხდება. მერე ეს ბოლტი მოუშვათ. გამაგრდა პოზიციაში და ეხლა უკვე პატარა ლაიფჰაკი აღმოჩნეთ, რომ ეს პირდაპირ აქ ჩადის. მანამდე აქ გვერდზე ურტყავდა. ჩადის, კაია, ვეღარც ვაძრობ. ეს გავწურება ბიჭო ამოხდა. ხო და მე დავუშვათ და თავიდან დავამაგროთ. რა ძალა. ესაც მეორე დაშლილი ამორტიზატორი. რა კაი მდგომარეობაში იყო? 160,000 გარბენი. ეს რა არის, ბამსტოპია? ხო, იყო. ბამსტოპია. ნუ აი, ეგეთი იყო.
ესეთი უნდა ყოფილიყო. გამოსები არ დავდოთ. ეგ გაიშალოთ. ბიჭო დავაყენოს. ეს ციგარი ეს ცოტა უკეთესია. საერთოდ ეს როგორ იყო? აი გამოაძრე პირდაპირ. დამეთქე მე შე. აი აქ არის, აი. ერთი. ციგარი ამის პირი? აი ამაზე ხო აი ამის. მოიტანე ახალი ამორტი. აბა ეს ნახეთ. ნაგავ. აუ ამას ჩააგე. ეს არის ახალი. ამაზე რამდენჯერმე ესე იგი ეს ხო ამოვა თავის ბოლომდე. ხო. ვაცადოთ და ერთ სამჯერ ორჯერ ჩავარდნან რამ დეფექტი აქვს იგზნობ ხელში დაწოლის დროს. აი ხა ამოვიდა. თანაბრად მიდის? თანაბრად მიდის, არაფერი. ზედმეტი ხმაურები გარეშე. ეს ამოვიდა და რო ამოვა წეღარა თქვი ნე უკვე დაღლები ვართ. ხო და ვერტიკალურ პოზიციაში აი ხა გირაქში დავამაგროთ. ხო, ათი აღარ დისკში. აღარ გადახაროთ, ასე ვთქვათ, მას შემდეგ რაც ამ პროცედურას გააკეთებთ. აი ნელ-ნელა ამოდის. ო. ჩავარდნას გზნობ ხელში დაწოლისას. არა. всё, მაშინ წავედით. ეს არის აქ ამბავი. აი, ჩავამაგროთ ახლა დისკში აქ და გავაგზავნოთ. რეაქტორში რაღაცა თავის მექანიზმებს. სტერჟინი, გრაფიტი ჩადის. აქ კბილი. მიდო. აქ როგორ არის? ხოთა გამოაკეთ, იცესაც საპირისპიროდ. და იყოს რაი არ აუშავს, რამე აწყობილზეც მოგცემს საშუალებას რო შეტრიალდეს. ეხა გვინდა ეს. ეგაც მიედო? ხო, სტატა ეს ხარე იყო, ესე. всё, საში აღარ არის. მოხდი დაუჭირეთ. გაიშალოს, ეს დაიჭერს. და მაგას და ხდება კაბილებში. აი, ახლა თუნდაც ჩვენ დაველოდოთ. ის რომ მიიჭიმება მე რა ვქნათ ეგენი. ხო, აქ კიდე ერთხელ. ამითი ამას არ უშვებთ, ანუ წინა გადასაყრელ ამორტიზატორზე ხო, ამაზე დარტყმითი მექანიზმი არა, იმიტომ რომ ვიბრაცია ამორტიზატორისთვის არ არის კარგი. მაგრამ მანქანა რომ მოძრაობს და ეგ ვიბრაცია მაგრამ მე ვნახე რომ არ ინსტრუქციაში ესე წერია, ამიტომ დაუჯეროთ ინსტრუქციას. ხო. ესაც გამოიყურება, ესე გამოიყურება. აწყობილი წავედით ახლა იქით და სანამ იმას მოხსნით, მოდი შევცვალოთ რას მოხსნით? სანამ დავაყენებთ. პრინციპში დაყენებას არაფერი უჭირთ. დავაყენოთ და მერე შევცვალოთ ხუნდები. ტრიალებს. გავში. ეს. დავიჭირე. და იმითი რომ შევყო შიგნით. აიგრე დაიჭირე. ესე? აჰა. დაიჭირე კაი. მოიცა აი მე დავიჭერე. არა ვერ დაიჭერე. ჯე. ეს არის სტაბილიზატორის ლინტის გამაგრება საკმარისია. და ამასობაში ეს ზემოდანაც დავუჭიროთ ეს სამაგრები. უჭერ. აქ მოუჭერ. აია. აი, კამერას გავთიშავ ახლა.
ზედა გიტარის სამაგრეო და ზედა გიტარა მე მგონი არ უნდა მოგვეხსნა. სხვა რაღაც ვიდეოში ვნახე რომ ხსნიდნენ და პრაქტიკულად არც მოგვიხსნიან სანახევროდ იყო და თუნდაც გაიმეოროთ სადეთ რომ ეს არ მოხსნათ, მარტო ქვედა ის მოხსენით სამაგრე და ეს გონი საკმარისია. მორჩა. ეხლა გადავუჭიროთ, ხო, რაც რისი თქმა დამავიწყდა. ქვედა სამაგრი ამორტიზატორის არის ეგრეთ წოდებულ ვტულკაში. მაგას ქვია, ვტულკას რა ქვია? რა? ქართულად არ ვიცი. როგორ არის ის? ბუშინგი არის, ხო და. ქართულად რა ვიყო? ჩობალი. არა? ჩობალი ის არის, სალნიკი. სალნიკი არის ჩობალი, ხო. მოკლედ, ხო მიხვდით რაც არის. silent block-ს ეძახიან კიდე, ხო მე მგონი. მაგაზე silent block-ის სხვა არის? მენა მაგარი ფეილია. მოკლედ, რის თქმა მინდა, აი სამაგრი, რაც გინდა დაარქვით, აი ეს. ხო, ანუ მანქანის ქართულის სიმაღლეზე არის, აკაი გადაუჭროთ, რა იმ ტულკას დაჭიმულად ტონზე დახევს. ანუ არ შეიძლება მაგის დაჭერა არც გინდა პადიომნიგზე იყოს, გინდა რაზეც გინდა. მანქანა უნდა იდგეს თავისი წონით, ანუ ბორბალი რო დაედება, რო დადგება, მერე უნდა გადაუჭირო. ეტაპი ნომერი 2. ეხლა თუ სერია ნომერი 2 როგორც არის. ეხლა ხუნდების შეცვლა ხე რა დღეშია. მანქანაზე რა თქმა უნდა ხუნდები არ შეცვლილა, რო ჩამოვიდა, ისეთი იყო, როგორც იყო. ეს მანქანა დაყიდი არის ამერიკაში რა თქმა უნდა, ტეხასში და ჩამოსვლის მერე ფაქტიურად მხოლოდ შეიცვალა ყველა საფენი ჯაჭვი თავისი დამჭიმებით, აქ შუასადებები, ზეთისა და ანტიფრიზის შეხვედრის ადგილას, რა თქმა უნდა, ანტიფრიზი, ფილტრები, ეგეთი სტანდარტული სერვისი, სტანდარტული ამისთვის არის ჯაჭვის შეცვლა და ის რა ქვია, ეს დამჭიმები, ღვედები, იმისი ზეთის ტუმბოსი, თან რო თარგმნი ქონებაში, ხო და ეხა არ გითხრათ რომ ის არისო, რატო ინწაიღეთ ამ BMW-თიო, მაგრამ ესეთ შევხედავთ, ესეთ ვიდეოს თუ ნახვა იქნებათ, მაინც ვაკეთებ და ბარემ ამასაც გადავიღებთ. ეხლა მაგალითად ამ მანქანაზე აი ეს საწვავის ტუმბო არის მაღალი წნევის, აი აქ აყენია ზედა გასპრედვაზე მოკლედ რა. და ესაც შესაძლებელი მაქვს ნაწილი რო ჩამოვა. რავი, შევხედავ თუ ვიდეოებს გაინახვა იქნება, მაგას გადავიღებ როგორი ცვლება, იმიტომ რომ თავისი გარკვეული წესი აქვს მაგასაც, ესე უბრალოდ მოხსენი დავაყენე არ შეიძლება. ხო. აი, ჩვენ დაუბრუნდეთ ამასობაში ამის შეცვლას. ეს ახლა რაღაცნაირად უნდა გამოვაგდოთ სულ ერთია, იმიტომ რომ მაინც უნდა გადავაგდოთ ეს ნაწილი, არ გვჭირდება არაფერში. საშინლად არის გაკეთებული, სხვა შორის იაპონურ მანქანებზე ჩვენ ესეთი რაღაცა არ შეგვხვედრია, ხო? არ ვიცი, რაღაცა BMW-ს თავისი ტექნოლოგია აქვს. არა და ძალარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად იცვლება. ზედა გამოვაგდე, ზედა რომ გამოვაგდე, მე უკვე ქვედა მარტივად. ერთი მხარე გამოვაგდე მარტო, ხო? ხო, აი, და მე უკვე ეხლა ის რომ გამოვა, ამას აქვს თავისი ფრიტრეველი. აი ესეთი თიკა აქვს, კაი მაინც. აი გამოვაგდო ხა ეხლა ვთქვით, აი ჩამოსვიდა და გამოვიდა. აი რაღაცნაირად მოღუნულია. ეს ახლა ხო. და უმარტივეს იქნება ამის. ხო, რაღაც თავისი ის მეთოდი ექნება, რომ აი ესე. просто გერმანულად უნდა იაზროვნო რა. ცოტა სხვა კუთხით უნდა მივხვდეთ ხოლმე საკითხებს და მე მარტივია. ხო. კარგი, ეს მოიხსნა. ეხა ამის უკან არის ორი ბოლტი. ეგ მოხსნილია და ეს ეხა წავა. წავა. ეს რეზბა გავწიო. ასე გაიწია.
ესეთ გიდები. ისა საჭი ხომ დაიღო შენ? საჭოს ბარემ ავიღებ, მარტივი იქნება უფრო. ეხლა ხოლ რა, გამოუწიოთ ჩვენ დგუში. დგუშის გამწევა ეხლა შეიძლება. ეოზე არ ვიცი, შეიძლება ტექნოლოგიურად გათვლილი არის, რომ რაღაცნაირად ეს დგუში თვითონ გაწიოს, მაგრამ მაგდენი ინფორმაცია არ მაქვს თან კომპიუტერის თან არ მაქვს, რომ რაღაცები სადღაც შევძურე რაღაცები გავაკეთო. ამიტომ მამა პაპურად 10-იანი შემქონდა. მანდ ეხლა ჩვენ უნდა ჩავაგდოთ ის წნევის გამოსაშვები. 11-იანი უნდა იყოს და მანდ იქნება. იმიტომ რომ აქ არ არის. აი აქ არის. აი აქ არის. ყველანაირი ზომის ისინია. ანუ ჩამოსაქცევი თუ რაც ქვია რა, მე დავამატებთ. ჩამოსაქცევ იმას გავხსნით და ამას რო გავწევთ, გუში გაიწევა, კი სითხე დაიღურება, მაგრამ ეგარაფერი. თავარია რო გაწევ მაგ დროს დაუჭირო, რომ იმიტომ რომ შეკუმშვას რო დაიწყოს, შეიძლება ჰაერი შევიდეს. ეგ არის გასთვალისწინებელი. მაგრამ გადატენილზე უნდა კონდეს ის დაჭერა. ძალიან მარტივია. შენ გენაცვალე. აი ეგრე რა. მოცა თან არ დაუშვა. იქ ხელიზაც დაუჭირო იგან. ხო. აჰა, გადაჭერილია. ხო, აი ეს კაბელია კამას. რომელიც არ გიყენია. რომელიც მოყვა სამხარეს აყენია თქო. ეგრეა, არ ვიცი. მოკლედ აი მივხვდები. კაბელი აქ არა გაქვს. კი, იმიტომ რომ ის ბუდე სენსორის აქ არ აყენია, ანუ სამხარეს აქვს ესე იგი. აი, ჩვენ უკეთესია. დაპოხე შენი ახალი ხუნდები. აჰა, ხუნდებს სანამ დააყენებ. ნახეთ, როგორი რაღაცა ხდება. ესეთი ეს მაგით ისმის, მათ ერთი კერამიკული დაპოხე. ისი? ტეტრიფერის საფოხია, როგორც მაღალ ტემპერატურაზე. ეგ არის, ეგ ვაფშე. არ ვიცი მოყვაზე და აქ რა, რაც არის. რომ მოყვა, რა მოყვა. მაგინა პუშია. ნაღდია. რა წერა ნახე. ზედა წერია რომ წაუსვითო დგუში სადაც მიდისო და მოძრავ ნაწილაკებსო. გამოსადევნია. ისა. აი, იქნება გასახელია რა. მოწეღან გახეულიყო. აი, ეს. ანუ აი ეს. სად მიგაკ. თვითონ გაიხა? ხო, დავაბიჯე. ეს ერთი მოყვა, ხო? ერთი პაკეტია ორივისთვის. ხო რა. ეგარი რა მეტი არ ხონდა. სხვა შორის ის მოყვა, პატანაჭერი. მე გერმანელები. საყვარლები. სამაში ხელი ჩერდა. კი. როგორც სიტყვიან ჩაძაღლდა. ეს გამოიყურებოდა რაღაცეები, რაც ამერიკიდან მოყვა. სხვა შორის საინტერესოა. მე მგონი ორიგინალის ხუნდები რაღაც BMW აწერია. BMW რას ხმარობს არ ვიცი, TRV-ს ალბათ. ანატეს. ევროპაში არის. აი, ამერიკაში. არ ვიცი, ეს არის. ხო. მგონი ცოტა დაგვაკლდა. არა ძალიან ოდნა უნდა, ხო? აი, მომეიქ 12-იანი. 11-იანი. აჰა, დაშვებას დავაყენეთ. შემოვაწვე.
ხედა. დი დაუთამაშე. ეს დაუჭიროა. ხა უკანა მხრიდან დაუჭერს. აბა ამოგვიქნით კამერა. მეკენ დაიმა. ჩანს. ერთი ხა ქვედა. არ დაგავიწყდეთ აი ამების მიყენება იმ საბოლტეებზე. ეხს რაღაც არ კინა გვაქვს ახლა მისა ყენებელი. წინაზე მოვაყენეთ. წინაზე აკომ იყო ჩაღა, ეხლაც ანუ ეს მეორე ბორბალს ვაყენებთ. ის პირველი სატესტო იყო, არ გადავიღეთ. აჰა, თითქმის ეს გადმოსაგდებია აქეთ. ეგეთას მესიჯი მოვიდა, შენ 7 საათია. 7 რა ხდება? არა, მესიჯი მოვიდა, საგარანტიო რაღაცები მაგ დროს მოდის ხოლმე. აი, ხომ ეს როგორ იცი? ეს გაუწია რაღაცით. ეს თანამედროვე ესა? მეც იგივე დავა. ასე. ჩონყო ფეხში. ვიხა ის არ იქით. თან, მოიცა დავიჭერესე და ეცადე. ეგრო შეაგდო მე ამის გამოწევა გიწევს და აი ესეთი რატიოლის ქონდა. ყველა ვარიანტში ის გადის გარეთ ნახე. ოში. კაციხება. ო არა, ეგ არი ვარგებს. ფაქტორს ის იქ არის. ანუ ეს უფრო ადრე უნდა შევსვათ ვიდრე ის. იტო. მანე მივაწყები რა. აი კუთხე. აი აზრია. როგორ? კუთხე აი აზრი იყო. აი ეხლა კაციხელი. ხელი გაწევ. ეს მიჭირავს. იმენა რომ ხედავ მიდევს რა შეაკეთე ასე всё აი ესე თიკა რაც არის ესე რკალი იქ გამოვიდა ეს არ მოხდა კარგად არის ეგ არის დარჩა საბურავის მიმაგრება ნე საბურავი არის უბრალოდ 17-იანი 17-იანი საბურავია და 17-იანი ის უნდა მოითან 17-იანი თავში არ არის მანდ? არა. ¿Qué pasó? აუ წავიდეთ იქეთ ყო. არა, მანდ იქნება, ამჯერა. მომენტ საბურავი და ბოლტები. აი. კარგად ჩამოეყრდნენ. აჰა, შე ბოლტები და 17-იანი. ყველაზე სახალისო მომენტი რა არის, იცი? ძიმე საბურავზე რო ხარ მიშოვლი და უცებ ესეთი რაღაცა ხდება. აგული ეცხოვება თურმე. მაგიტო დიდ საბურავებს რო არ აბალანსებენ. ეს ბოლტები უნდა დაიჭიროს ახლა, მოდი ხელით დაუჭერთ. დაახლოებით 140 ნიუტონ მეტრი არის, როგორც ნახე, BMW F1000-ზე. ხელი ძალით გადავუჭირეთ. ხელი ძალით ძალიან არა. ლაყეკოიც გიჭირავთ ხელში ეგეთ ხელის ძალით. კვერცხი ამათ ლაყეკოიც შეში. განიცეთ. აი ამ ხარზე, როგორც მოძდებ. მაგისტრი ჯერმანჩანა ჩამოვწიოთ. ცოტა გავამაგრებო. ო და გადაჭერაზე. ამას რო დაუჭერთ, ეს არ დაუჭერთ. მერე ეს გამოტოვეთ ეს. მერე ეს და ესე
რეალურად მეთქი და ეგრექნა. მიჯენილია ყველა თანაზრისში. ვარ უჭერე. მე გადავუჭერე რა. დავაი, ახლა ჩამოწევით ცერემონია. მე ავა დაახეთქე. ახალი ამორტიზატორები. ვა, ნახე რა დამოღანებული აქ. აჰა. ამოაცალე დროზე. მე აი ახლა გადავუჭერ. ხელი ზალი 140 ნიუტონი. და ბონუსად მოდი შევცვალოთ ეც დვორნიკები. მინის საწმენდები და აქ საინტერესო ის მომენტია ზოგიერთ მანქანაში ეს რო ამოდის, აქ ხედავთ ეს არ ამოდის. ეგრე მარტივი არ არის. ამიტომ მანქანა უნდა გადავიყვანოთ სერვის რეჟიმში, ეგრეთ წოდებულში. მაგისთვის საჭიროა რომ დავჯდეთ. დავაჭიროთ ერთხელ და აი ამ რაღაცას ჩამოვაჭიროთ ცოტა დიდხანს. მართლა კი არა. ეხლა როგორ გავააქტიუროთ სერვის რეჟიმი. უნდა დავაჭიროთ ამ ღილაკს ზედა მიმართულებით დაახლოებით 5 წამი. აი ამოიწია. ის ჩართული არ მაქვს იგნიშანი ეც ზაჟიგანია. და ეხლა წამოდა შევცვალოთ. აქ უკვე პროცესი მარტივია რა. ანუ ეს გადმოწევ ამას და შენსკენ გამოაძრობ და სულ ეს არის. ახლა დავაყენოთ ახალი. ახალი ანალოგიურად ესე ნახრეთს შევსვათ და მოვატრიალებთ. სულ ეს არის. Toyota-ზე სამწუხაროდ გაცილებით რთულია ეს პროცედურა. აქ ძალიან მარტივია. უბრალოდ ეს ნახრეთი აქ ესე მორჩა. და ისე უკანო დავაბრუნოთ. დავაწევით ამას და რავი ნებისმიერი რამე ერთ პოზიცია და მორჩა. ეგ არის. და ამ ბოლტს ახედავთ. აი ეს არის გადასაჭერი ხა. სანამ მანქანა დგას. მე ვხედავ აი. ურარი. მაგალ მანქანაზე რა მარტივია კიდე. წამოწვე, შეწვე, გადაწვე, რა ხდება აბა. კამერიდანაც უძლებს ხედავ. ეგ არის. რა ვიცი, ვიდეოებს შევხედავთ თუ საინტერესო იქნება. თქვენთვის გავაგრძელებთ კიდე ეგეთ რაღაცებს, რასაც სტანდარტულად შევით ხოლმე. აკაკი. დაემშვიდობე ხალხსა. ახალი Toyota ყავს. თქვენ არ იცით ერთი სიახლე ჯერ კიდე. ყველაფერი წინ არის.